ჩემო მეგობრებო, მე მინდა ერთი ნაბიჯით წინ წავიწიო და ჩემი გადაცემის სტუმარი გამოვაცხადო. მსახიობი, მომღერალი და უბადლო თამადა კოტე მჟავია. მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა მობრძანებისთვის უპირველეს ყოვლისა. მოწვევისთვის გილოცავთ განვლილ დღესასწაულებს. მერტმა მრავალ დაგვასწროთ, გაიხარეთ და გილოცავ. განვლილ დღესასწაულებს არა, უფრო გადარჩენას. გადარჩენას კი ბატონო, შეიძლება ასე თქვას. ჩემო კოტე, რომ გამოვაცხადე, ჩემი სტუმარია, მომღერალი, მსახიობი და თამადა თქო, ასე მეგონა ჩემ თავზე ვსაუბრობდი და საკუთარი გადაცემის სტუმრად ვარ თქო და აღმოჩნდა რომ შენ ხარ და ძალიან გამიხარდა სიმართლე გითხრა. მართლა მიხარია შენთან სტუმრობა და აი ამ საოცარ ატმოსფეროში. კი ბატონო, სხვათა შორის დამავიწყდა მე თქვა რომ ჩემი მეგობარი თქო და ამას გამოვასწორებ, ახლა ჩემი მეგობარი კოტე მჟავია, მეგობრებო. დიდი მადლობა ჩემო. რა მინდა ახლა რით დავიწყოთ ასე ვთქვათ, ჩემს სტუმრებს მინდა და ჩემი ბენდის წევრებსაც უთხრა რომ გვარი კი აქვს ისეთი ცოტა უცნაური, მაგრამ არ შეგაშინოთ, არ არის ეს მჟავე კაცი, უფრო ტკბილი კაცია, კი, პირიქით მუშაობა ამ დროს, კი ბატონო, კი ბატონო. კი ბატონო, ესე იგი სცენაზე შეხვედრილები ვართ, კონცერტებზე შეხვედრილები ვართ, არაერთ გზის სუფრებზე უკვე მოგახსენეთ. აგერ სტუდიაში პოსტალიონში. მაგას ვამბობდი, ჩემ შოუში არიყავი ერთი ნაპყობი და აბატონო, დიდი მადლობა, მართლა გულწრფელად ძალიან დიდი მადლობა და მიხარია შენთან ყოველთვის სტუმრობა, სადაც არ უნდა იყოს. გაიხარეთ ჩემო კოტე, ისე ასეთი ორი გამოცდილი თამადა ვარ და ამ ჭიგაში ამ წყლების ასმართოთ, წყლის ძალა და კოკა-კოლა შემოსავალი მოგცეს მერტმა შემოსულიყო. გაიხარე. ისე ავტომატური რეჟიმი კი მერტვება და ჭახუნზე გადავდა. ბატონო, ასე. გაიხარეთ. წყალის კაია ბიჯოხანა. მოკლედ კოტე. დიახ. ახლა სუფრაზე კი ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ მოდი რა ვქნათ, იცი, მე ჯერ ცივ-ცივ კითხვებს დაგისვამ და მე რაც ხელები შემოგვემატება თანდათან რა თქმა უნდა. ისმენ ყურადღებით შემოძმა კაცო, ისმენ ყურადღებით. ერთი კითხვა მინდა ჩემო კოტე დაგისვა, ეხლა როგორც ესეთი გამოცდილი კაცი, კარგი მომხენი, ეს ახალი წლები სად გაატარე? თბილისში, გურიაში თუ საცივში? საცივთან ერთად თბილისშიც, გურიაშიც, ერჯოლაშიც ეს და თანამგზავრი იყო საცივში, ბატონო, კი ბატონო. კი ბატონო, კოტე. კი ვიცი ახლა ეს ცოტა ისეთი მტკივნეული საკითხია ახლა შენთვის, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უпростоრეთ იმ წარსულში რაღაცა პრობლემების გამო, საერთოდ აღარ სვა. არა, მე 15 წელი დაიწყო ამ დამილება. 15 წელია და. კარგი, წინა წლებზე რომ თვალები დავხუჭოთ, წელს ახალ წელს რამდენი ლიტრი ღვინის მას უყურე? რა მაგარი შეკითხვაა. რა გადათვალო ახლა ბატონო? ძალიან ბევრის. კი ხო, იყო. ძალიან ბევრის, კი. მაგრამ ადრე რო უყურებდით 15 წლის უკან, სხვათა შორის იმდენი ახლა აღარ ხდება და უფრო ძალიან დახვეწილი და კულტურული ფორმა მიიღო ამ ყველაფერმა და ეს სასიხარულოა მინდა გითხრა. კარგია და ისე ვინც აგიგზალა ეს დალევა, იმ ექიმთან ერთად თუ დაგილევია? იცი რა არიცი? ექიმებს არა უგზალია, დალოცვილმა მიგზალა და ჯერ არ მინდა იმასთან დალევა მაცალება და რა. ჩემო კოტე, როგორც გამოცდილი თამადა, ერთი კითხვა მინდა დაგისვა, და თან როგორც გურულს მინდა შეგეკითხო. აი, რითგან სხვავდება გურული თამადა და კონკრეტულად შენ სხვა თამადებისგან, აი მაგალითად ჩემგან? კი ბატონო, ესე იგი, მე როგორც გურული, აი მაგალითად შენ რო ღმერთს დიდება და ჩვენ მშვიდობა იტყვი, ხო? მე დაშლა არ მოშლის აგერებს. ხარა მართალია და თან ახლა უნდა ვაღიარო, რაღა თქმა უნდა, შენი უპირატესობა თამადობაში და რას უსვამ ხას. ესე იგი, მეც კი მისმენენ ხოლმე მართალია და მოწონთ დაუშვათ სადღეგრძელოები, მაგრამ კოტე სადღეგრძელოები ძალიან მოწონთ მოსასმენად, მაგრამ რაც თავარია, იმდენი ნახვები აქვს ინტერნეტში, რომ მაჯობა, გამასწრო, გადამასწრო.
ისე ამ ნახვებს რაღაცა გაზიარების მაგივრად ალავერდი რომ დაარქვა. მაგის სხვათაშორის ეხლა დიდი ცვლილებები მიდის მსოფლიო მასშტაბით და ცუკერბერგს შეუთანხმდეთ, ხო? კი. რაღაცა ჩვენსკენ გადმოდის თან მე მგონი აშკარად. შეარის მაგივრად ალავერდი ვატაკოთ მაგას. პატარა დალევას თუ დაიწყო? დალევა სამწუხარო ცუკერბერგმა? ხო, აბა. აბა შენზე აღარ ვამბობ. უკეთეს რასიზმს. კი ბატონო, ახლა როგორც ვიცით ხოლმე ჩვენ ახლა ანეკდოტების მოყოლას არავის არ ვაძალებთ, იმიტომ რომ თვითონ ყვებიან ხოლმე ესეთი სტუმრები. ან სასაცილო ამბები, ან რამე თუ გაგახსენდება, ნებაყოფილობით მოყევი სანამ დაგაძალებენ. ანეკდოტების მოყოლა ზოგადად როგორც წესი არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ რაღაც 1 2 3 ისტორიას კი ბატონო, ისტორია ჯობია ნამდვილად. ჩვენი თეატრის დირექტორი, დედა დირექტორს ვეძახით, ლია ქინქლაძე, იგივე ჩემი დედიკო. გურულია. თხემით წერფამდე გურულია და როგორი გურულია დაახლოებით გეტყვი ახლა. აი თეატრისთვის რაღაცას ვეძებთ მაღაზიაში და უცებ რაღაც ნივთი შეხვდა რა და უჭირავს ვერ იცნო ახლა ეს ნივთი რა არის და კონსულტანტია იქა და ესო რა არისო კითხა და ესო ქალბატონო პალტოს საწმენდია. სამაკ პალტო. უცებ ინფორმაციამ გაიჟღერა ვერსაჩე მოგტაო. დოვრჩიჩო უცმელიო. გულდა თუ თქური. ხო, თეატრში ვღებულობ, როგორ არის, იცი, ახალგაზრდებს ვღებულობთ ხოლმე ან წელში ერთხელ, ნუ როგორც არის და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთან, ჩვენს თეატრის ესეთი სპეციფიკა აქვს, რომ სიმღერასთან თუ არის ახლოს, მოკლედ დიდი შანსი აქვს, რომ მივიღოთ ეს მსახიობი და ვეძებთ ერთ ყმაწვილ ბიჭს ვეძებდით და ჩემმა მეგობარმა გოგონა მითხრა მე მყავს ერთი კარგი ახალგაზრდა და ფოტოები გადმომიგზავნა შევხედე გადასარევი ბიჭია. ხო და მივწერე ახლა ვიცი რომ ლია დამისვამს ამ კითხვას სიმღერასთან როგორ არის მეთქი და არ უმღერიო მაგრამ სმენა აქვს კარგით ხო მე ვთხარი და ახლა მისვამს ლია რა კითხვას როგორ არისო სიმღერასთან მე ვთხარი სმენა აქვს მაგრამ სიმღერით არ უმღერ მასე რომ დამიძახებ ეც კი მეყურებაო მითხრა და უმაღერისო იგი მითხარია ოჯე მეც გამახსენდა ერთი სხვათა შორის აი გამოსვლაზე მიღების მოკლედ ერთი ძალიან სიმპათიური კარგი აღნაგობის ბიჭი მოეწონათ თეატრალში ჩასაბარებლად მაგრამ რაღაცა რო გაესაუბრენ დიდათ ესე იგი ერუდიცით არ გამოირჩევოდა ახლა ეს ბიჭი და მოდიო რაღაცები წაიკითხო სტეფან წმინდიდან იყო მაშინ ყაზბეგი ერქვა და რაღაცა წაიკითხე და აი ყაზბეგის ნაწარმოები წაიკითხეო და რომ მოხვალ ერთი ორ კითხვას დაგისვამთო და თუ ყველაფერი კარგად იქნება, მიგიღებთ თეატრალურშიო და მივიდა ახლა ეს ბიჭი რომ შემოვიდა მზესავით, რაღაცა უკვე იმაში იყო, უკვე როლში იყო ფაქტიურად და საიდან ხართო? ყაზბეგიდანო. თქვენ ალბათ გეყვარებათო თქვენი მიწაწყლის ეს ახლა იმებს უგდებს ასე ვთქვათ, სატოპკეებს ეგრეთ წოდებულს და კი ბატონო, ყაზბეგიო ალბათ თქვენი საყვარელი სარიო მწერალიო. კი ბატონო, რომელი ნაწარმოები გიყვართო? ხევისბერი გოჩაო, აშენდა ახლა ეს და რომელი პერსონაჟი გიყვართო? მაკედანო, თემო. ეს თემო. გამოგავდი. როგორ კაცო? როგორ არ გაგიგია თუ ეს ხევისბერი რომ მიმართავსო ხალხო? თემო მისმინეო. მისი არტისტიზმი იქ დამთავრდა და მისი კარიერაც სამსახიობო იქნება თემოსთანა. დიდი შანსია. მაგა გააკეთა მე მგონი. დიდი თემო მაგის გააკეთა. კი ბატონო, ესე იგი როგორც იცით მეგობრებო, ყველაფერს თავისი დრო აქვს, გართობას თავისი დრო აქვს, სადღეგრძელოს თავისი დრო აქვს, სიმღერას თავისი დრო აქვს, ყველაფერი კარგად იქნება, არინერ ნუ იცით ხოლმე ეს მოთხოვნა, იმიტომ რომ ეს დრო უკვე დადგა. სიმღერის დრო დადგა, თოსეთერში. Keips ვიწყებ დილი და ვიქირავებ დილიჟას შიქჩავის სვალობებს ფაფარა შლის Tavs მოვაჭრი რომბივით გასიებულ მიგიდავს ჩვენ საკადრის სუპრას თუ არ გაშლის ოდა მიქელ გაბრიელს სანამ გავახსენდები სანამ ქვეყნად არსებობას ამაცლის მარე სავიკლე არაფერს არ დავიკლე
დაილოცოს პურმარილის მადლი არე მარე სავიკლებ არაფერს არ დავიკლებ დაილოცოს პურმარილის მადლი ვინო მამა ბაბური გამოცვილი კახური მირჩევნია უგოდავების ძამას თქვენ იყოს საიღე სამოთხეც და ედებით ვინც არ დალევს ჯოჯოხეთში ძალა თქვენ იყოს საიღე სამოთხეც და ედებით ვინც არ დალევს ჯოჯოხეთში ძალა ყველასათვის უსაყვარლესი მომღერალი და მსახიობი კოტე მჟავია.